მოგესალმებით ქალბატონო ემა. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის. არავითარ კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ ამ მიმოწერასთან მიმართებაში. ნიკა მელია არ არის ჩემი პოლიტიკური თანამებრძოლი, ჩემი მეგობარია, დღეს ის ციხეში და ის ადამიანი ვისთანაც ეს პოლემიკა აქვს წერილების პრეზიდენტ სააკაშვილის აგრეთვე ის ციხეში. პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვნად არაეთიკურად მიმაჩნია ჩემი მხრიდან, რომ რაიმე კომენტარები ვაკეთო იმ ადამიანების წერილებით ერთმანეთთან მიმოწერაზე, რომლებიც სატუსაღოში ზიან, პოლიტპატიმრები არიან. ხო, გავიცი, ვერ გეტყვით ვერაფერს. სხვა შორის ამას გეუბნებით ნიკა მელია მამუკა ხაზარაძეს ახსენებს, რომელიც თქვენი პოლიტიკური ლიდერია 2021 წელს, ანუ ამ პარაგრაფსაც არ გსურთ, ანუ გადავახდეთ ეს თემა, გავატაროთ ეს თემა. არ მგონია სწორი, რომ მე ლევოს აღმასრულებელი დივანი ვაკეთებდა ახლა კომენტარს იმაზე, თუ რა მიწერა სხვა პოლიტიკური ალიანსის ერთმა წევრმა მეორეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექსტში ჩემი პარტიის თავმჯდომარის სახელია ნახსენები. ჩვეულებრივად ისე რომ იმ კონტექსტში მე მგონი არავის არასდროს არასდროსთვის არ იყო დაფარული ხო მამუკა ხაზარაძე რომ მოუწოდებდა 21 წლის ახლა რაც უკვე პოლიტიკური ისტორიაზე ვლაპარაკობთ მაგრამ 2021 წლის არჩევნებზე ეს დაახლოებით ის პერიოდია როცა მე და მამუკა ხაზარაძე თბილისის საერთო მერობის კანდიდატს ვეძებთ ანუ აქ არის თანამშრომლობაზე რის გამოც სხვათა შორის ხშირად შემდეგ უკვე ხშირად მოусმენია ლელოს როგორც თქვა ნიშნის მოგებით საუბარი ხო ტექსტი კი მოგისმენია და არც ერთ ეტაპზე მაგას ჩვენს პრობლემა არ შეუქმნია იმიტომ რომ ჩვენ თვლით მამუკა ხაზარაძე მაშინაც თვლიდა და დღესაც თვლის რომ ეს იყო სწორი კოალიცია და გამარჯვების ფორმულა იმ მომენტში რო არა ეს პოლიტიკური მოვლენები რომელიც ამ ყველაფერს მოყვადა ის რომ ბატონ ხაზარაძე იყო ავტორი აი ამ იდეის და აქტიურად მიყვებოდა ამ პოლიტიკურ მოსაზრებას რომ პოლიტიკური სპექტრი უნდა გაერთიანდეს დამოუკიდებელი ზეპარტიული ეგრეთ წოდებული არ მოყვარს ხოლმე ტერმინი მაგრამ პარტიებს მიღმა კანდიდატით ეს არ არის უცხო მეგონა არავის ამას ღიად პირდაპირ ყველა ეთერში ვამბობდით ამის მიღმა ჩემს ზოგჯერმა ამის კომენტირებას არ ვაპირებ ხო მესმის მაგრამ შეიძლება ამ წერილიდან გამომდინარე სხვა შეკითხვის ასე ვთქვათ საფუძველიც მქონდეს თქვენთან აი ალიანსში გაერთიანება არ გაერთიანების საკითხი მას შემდეგ რაც გამოჩნდა რომ ანუ ვითარება განმოხტვის ნაცვლად, იმიტომ რომ ეს არ არის რა თქმა უნდა პირველი ასეთი შეტაკება ხომ, წერილობითი შეტაკება მიხეილ სააკაშვილს და ნიკა მელიას შორის, თუმცა შემდეგ უკვე საპასუხო რეაქციებიდან თითქოს გაჩნდა მოლოდინი რომ შეძლებდნენ ისინი სიტუაციის განმოხტავს, ხედავთ რომ ახლა ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. თუ ალიანსი დაიშლება და ამ ალიანსიდან ნაციონალურ მოძრაობა დატოვებს, რაც რა ვიცი, არ არის მოულოდნელი, იმიტომ რომ მათი ერთ-ერთი ლიდერის რეაქცია თქვენ მოისმინეთ. ვისი ბოდიშა? გიორგი ბარამიძე, რომელმაც თქვა, რომ პარტია განიხილავს ამ საკითხს. ნუ ბუნებრივია, რომ ექნებათ შიდა პარტიული განხილვა, თქვენს რომ იყოთ მათ ადგილას, აუცილებლად გექნებოდათ ამაზე შესაბამისი რეაგირება. ანუ ხომ არ გამოჩნდება თქვენთვის, ასე ვთქვათ, სივრცე და შესაძლებლობა, რომ იმ ალიანსში რაღაცა საერთო ენა გამონახოთ სხვებთან. თუ დავუშვათ ნაციონალურ მოძრაობა იყო ერთგვარი დამაბრკოლებელი თქვენთვის ალიანსთან თანამშრომლობის. ჩვენ ჩამოყალიბებული პოზიცია დავაფიქსირეთ იმ პოლიტიკურ ბრძოლასთან, რომელშიც ეხლა ვართ, საქართველოს მოქალაქეებს იმ პოლიტიკურ შეთავაზებას ვთავაზობთ, დღეს რომელსაც ვთავაზობთ და აქეთ გამსხვილდებით. არავითარ თანამშრომლობას პოლიტიკურ მომავალს ალიანსთან, როგორც აქამდე ვხედავდით, ისე რა ვიცი ხე ის რაღაცა ეპისტოლარული მიმოწერაც აზრს ამასთან დაკავშირებით ვერ შეგვაცვლევინებს. აქეთ გამსხვილდებით რას ნიშნავს? ანუ გაქვთ ასეთი გეგმები, პარტიის წევრების ხარჯზე აპირებთ გამსხვილებას თუ თქვენც აპირებთ თქვენი კოალიცია გააფართოვოთ და კიდევ სხვა პოლიტიკური ძალები შემოიკრიბოთ გარშემო? ის არის ჩვენ ვაპირებთ რომ პოლიტიკურ ველზე ვითანამშრომლოთ იმ პოლიტიკურ ძალებთან როდესაც საარჩევნო პერიოდი იქნება საარჩევნო შემოთავაზების გასაკეთებლად, რომ საარჩევნო შემოთავაზებაც იქნება
ლელოს მსგავსი ელექტორატის მასიურად და მასშტაბურად მობილიზებისთვის საჭირო. ანუ ერთ პარტიასთან თანამშრომლობის მაგალითი ჩვენ უკვე გვაქვს. ანუ შესაძლებელია რომ საპარლამენტო არჩევნებისთვისაც ერთ-ერთ ასეთ ვარიანტად განვიხილოთ გახარიას პარტია? აი ეს არის, მე ძალიან რთულია იმ რეჟიმში ლაპარაკი, არასებულ არჩევნებზე კისან არას თქმა და როგორი ალიანსი იქნება, ამაზე ძალიან რთულია ლაპარაკი. არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვაპირებთ და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და გვექნება ხედვათა თანხმედრა, მათთან ერთად შევეცდებით რომ ვითანამშრომლოთ. ყველა არის კონკრეტიკის გარეშე. გინახავთ ჩვენ წარსული კოალიციები და ფორმატები და ამ არჩევნებზეც იქნება მცდელობა, რომ ის შეთავაზება, რომელიც ქართულ ხალხს ჭირდება, იყოს მსხვილი, მაგრამ ლელო თამაშობს დამოუკიდებელ თამაშს დღეს პოლიტიკურს და ამ პოლიტიკურ პროცესში დამოუკიდებლად ძალიან კომფორტულად და ჩემ აზრით ეფექტურად მოქმედებს. იქნება ეს საქართველოს რეგიონები, იქნება ეს თბილისის რაიონები, იქნება ეს საერთაშორისო ველი, თუ ნებისმიერ სხვა ასპექტი ჩვენ საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრებისა, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით თავს გრძნობთ ძალიან კარგ ფორმაში. იმ ვითარებიდან გამომდინარე, რა ვითარებაშიც ვართ, შესაბამისად ახლა რაღაცა არაადეკვატური უნდა იყოს, რომ აი ეს ყველაფერი გაკმაყოფილებდეს და ნორმალური ვითარება თვლიდე, მაგრამ ჩვენ ამ ვითარებაში ასე ხო, მაგრამ ამ ვითარების რაღაცა უკეთესობისკენ შეცვლის მოლოდინი გააქვთ? აი როგორ აპირებთ შეცვალოთ უკეთესობისკენ? საქართველოს საზოგადოების ხარდაჭერით არჩევნების გზით ვაპირებთ, რომ უკეთესი მომავლისკენ შევცვალოთ ეს ქვეყანა არჩევნების გარეშე. არარსებული არჩევნებიო წაღან ჩემს შეკითხვაზე ასე მითხარით, მაგრამ მე გეტყოდით რომ კონკრეტულ არჩევნებში კონკრეტულ კოალიციაზე 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გეკითხებით. თქვენ რომელიმე სხვა არჩევნებს გულისხმობთ? რაიმე ასე ვთქვათ, სხვა ინფორმაცია გაქვთ? შეიძლება სხვადასხვა რამეზე ვლაპარაკობთ, თუნდაც გავიჯნავთ. თქვენ წინა კითხვა იყო იმაზე რაღაცა სავარაუდო კოალიციურ ერთეულებზე. თავად მითხარით რომ გამსხვილებას ვაპირებთ, ამიტომ მე გკითხეთ ვისთან თქო. თქვენ ერთი პოლიტიკური ძალაც კი არ დამისახელეთ, რომელიც ახლოს დგას ლელოს ელექტორატთან. ანუ ისე ზოგადი პასუხი გამეს პროცესში მარჩიელობა, სანამ ასეთი ხელი ჩამორთმეული არ არის და კოალიცია შეკრული არ ხომ, მანამდე ამის ძახილი არაფერი კარგის მომტანი არ არის. ანუ ეხლა მაშინ ეს მითხარით სტრატეგიულ შეხედულებებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. შეხედრატოდ შეხედრატოდ განსხვავებული ამბავია. ერთი თქვენ წინა კითხვა იყო იმაზე, რომ არჩევნებში რაღაცა მორიგ არჩევნებში კოალიციაზე და ვერ ვილაპარაკებ კონკრეტულად, იმიტომ რომ კონკრეტული არჩევნები 2028 წლამდე არ არის და იქ რამე კოალიციაზე დღეს ლაპარაკი არ მიმაჩნია სწორად. მეორე მხრივ რაც შეეხება თქვენს აი მეორე შეკითხვას, აქ პასუხი არის სუფთა სტრატეგიული, რომ ლელოს სტრატეგია, ძლიერი საქართველოს სტრატეგია პოლიტიკურ ბრძოლაში დღეს საქართველოში და პოლიტიკურ პროცესში არის ამ ქვეყნის ვითარების გაჯანსაღება ხელისუფლების ცვლილების მოტანით და ეს ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს აუცილებლად არჩევნების გზით. ეს არის ერთადერთი გზა, რომელსაც საქართველოს უნდა გავყოს. ხო, ეს არჩევნები რა უნდა მოიტანოს, ეს მაინტერესებს. აი ნახეთ, გვაქვს კონკრეტული მაგალითი. 26 მაისის აქცია. ამაზეც ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ლელოს პოზიცია ვიცით, მაგრამ მას შემდეგ რაც უკვე აქცია შედგა მათი, ასე ვთქვათ, მთავარი სლოგანის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც ძალიან ბევრს არ მოეწონა და განსჯის საგაბატონო. არ ვიცი ნამდვილად საქართველოს იმსახურებს უკეთესს. ეს სლოგანია, ანუ ხო, ნუ ერთ-ერთი მთავარი ყოველ შემთხვევაში. ხო, არა, მართლა არ ვიცოდი. გზავნილია, ხო. თქვენს რომ რაღაცა აქტიური საზაფხულო კამპანია უნდა გქონდეთ, რაღაცა შემოდგომისთვის უნდა მოემზადონ და ესეთი მასშტაბური გამოსვლებით გააზარდონ ზეწოლა ხელისუფლებაზე, ხო. ანუ აი აქვთ მეტნაკლებად არ ვიცი, ვისთვის დამაკმაყოფილებელი, ვისთვის ჯერ კიდევ უკმარისობის განცდით სავსე გეგმა, ანუ თქვენ კონკრეტულად, ანუ გარდა იმისა, რომ ვიცით რეგიონებში დადიხართ, კიდევ როგორ აპირებთ გეგმა იყოს. აბა რა არის ეს? შეხედეთ, ხო, კიდევ ერთხელ რაღაცა არ მინდა რომ გამოგვივიდეს საუბარი ჯერჯერობით ესე მიდის, რომ ვლაპარაკობთ რაღაცა სხვა პოლიტიკურ ძალაზე, ეს არ არის ჩემი საქმე, არ ვაპირებ მართლა ამის კომენტარებს, მაგრამ აუცილებლად დავაფიქსირებ ჩემ პოზიციას 26 მაისთან დაკავშირებით. იმაში აღარ გამეორდები ქალბატონო ემა, რატო არ ვივედით ჩვენ 26 მაისის აქციაზე. მე მგონი ეს გასაგებია როგორც თქვენთვის ისე ჩვენი მაყურებლისთვის, მაგრამ ცალსახად მინდა დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება 26 მაისზე. მე გამიხარდა და ეხლაც ვთვლი, რომ უდიდესი გამარჯვებაა ქართული ხალხის, რომ
რეპრესიების ამ მასშტაბის პირობებში, რა მასშტაბმაც ხო 26 მაისს 2026 წლის მიაღწია საქართველოში. მიუხედავად ამდენი შიშის, ამდენი ბოროტების, ამდენი უბედურების, რომელიც ამ ქვეყანაში იყო დათესილი, საქართველოს მოქალაქეებმა არჩვენეს, რომ მათ არ ეშინიათ ქუჩაში გამოსვლის და ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და ის სახალხო საერო საყოველთაო დღესასწაული, რასაც წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, ზუსტად ესე აღნიშნეს, როგორც ეს ეკადრება. თუმცა ქართულმა ოცნებმა მაინც დაითვალა თავები. აი თქვენ როგორ შეაფასებდეთ, იყო თუ არა ბევრი ხალხი გამოსული? ბევრი ხალხი იყო, ეხლა რა ვიცი, როგორ შეიძლება მე ხო ქართული ოცნების წარმომადგენელი არ ვარ, ღმერთმა დამიფაროს, რომ რეალობის ის დამახინჯება და დასახინჯება დაუწყო. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ხალხი იყო და ეს არის ძალიან მაგარი ფაქტი და ულოცავ ამას ყველა ქართულს და მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც პარტიული თუ არაპარტიული ნიშნით მივიდა 26 მაისს და დააფიქსირა, რომ არ ეშინია ამდენმა ერთად. ეს არის ჩემი ძალიან ცალსახა და პოზიტიური პოზიცია 26 მაისთან დაკავშირებით. კეთილი. კი ბატონო, ანუ ეს არის ერთი მიმართულება, რომლითაც მომავალ არჩევნებამდე მიდის ოპოზიციის ერთი ნაწილი, თქვენ გაქვთ თქვენი გეგმა და თქვენი ხედვა. აი მაშინ ესე მიპასუხეთ, ანუ შეგიძლიათ მითხრათ, რა პერსპექტივა არსებობს აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2028 წლამდე უფრო ადრე გაიმართოს. ვერ გეტყვით, ხალხო, ძალიან რთულია ამის პროგნოზირება, ხო, აქაც ისევ შევალთ თუს სივრცეში, სადაც ანუ მე რაღაცა პროგნოზი უნდა გავაკეთო ისეთ ვითარებაზე, რომელზეც არ ამაქვს გავლენა, არც მე, არავის და სამწუხარო ამბავი, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჭირს და ჩვენ საზოგადოებას დღეს, ეს არის ის, რომ ასეთ გადაწყვეტილებას, ვთქვათ, არა რიგ გარეშე ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ იღებს ადამიანი, რომელსაც არ აქვს ჯანსაღი რაციონალური დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესისადმი. და ესეთი ადამიანი ერთია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს, ხო? დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ავტოკრატიულ სისტემაში, სადაც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს ერთი კაცი, რომელიც მიღმა პოლიტიკური პროცესისა და ჩემი მისი ქმედქცევას და დაკვირვებით არც ისე ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს პოლიტიკურ პროცესთან. შესაძლოა ამიტომ არ ვაპირებ ამაზე საუბარს, რა პერსპექტივა არის, არ ვიცი. პერსპექტივა ჩანს იმ ყოველდღიურობაში, რომელიც არის უკვე რაღაცა კოშმარული, ხო? ყოველდღიურობა, რომელიც შეუძლებელია, რომ საზოგადოებამ მიიღოს ნორმად. ყოველდღიურობა, სადაც კანონის სახელით ადამიანების დამცველები თარეშობენ ადამიანებს. ანუ მოზალოდე პოლიციელებზე საუბრობთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. პოლიციელებზე, კორუმპირებულ მინისტრებზე, მოთმოადგილეებზე, სამსახურის უფროსებზე, მთელ სისტემაზე კორუფციულზე, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაზე და საქართველოს უამრავი შანსის დაკარგვაზე საერთაშორისო ველზე. იქნება ეს ევროინტეგრაცია, იქნება ეს ევროატლანტიკური უსაფრთხოება, უდიდეს ზიანზე ქართული ეკონომიკის პერსპექტივისთვის. დღეს შეიძლება რაღაცა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ამ მდგომარეობაში კონდეს, მაგრამ ნულოვანია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ძალისხმევა იმ მიმართულებით, რომ საქართველოში მდგრადი ეკონომიკური განვითარება იყოს და მდგრადი ეკონომიკური განვითარება არის ამ ქვეყნის პოტენციალი იყოს გამტარი ქვეყანა, ტვირთგამტარი ქვეყანა, იქნება ეს ღრმაწლოვანი პორტის, რკინიგზის დაკავშირებით ერთმანეთთან და ამით საქართველოს გამდიდრება ერთ თაობაში, აი ამ შესაძლებლობის დაკარგვა. აი ამ ყველაფრის ნორმად მიღება არის ძალიან რთული, ხო? აქედან გამომდინარე მე მაინც ყოველთვის ისტორიაშიც ეს მიყვარს საქართველოში და დღეს პოლიტიკურ პროცესშიც ყოველთვის მაგ ქართული ხალხის საღი აზრის იმედი და ქართულმა ხალხმა ეს ბევრჯერ, როდესაც ხელისუფლების ცვლილება წკიფთან მივიდა, ბევრჯერ ეს დააფიქსირა. მას კი არა რომ მარტო ხალხის იმედი მაქვს, მაგრამ ხალხი ყოველთვის სწორად განსაზღვრავს ამ ქვეყანაში, როცა არის მომენტი ხელისუფლების მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დღეს კახკალაძის განცხადება მოვისმინეთ, მან თქვა რომ კარგიაო რომ გასაჯაროვდა ძალადობის ეს ფაქტიო და სახელმწიფომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იმოქმედა. და ნუ შემდეგ უკვე ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობს, რომ თუ ვინმე მარნეი აქტიურობს და ისაუბროს ამ თემაზე, ეს სწორედ ნაციონალური მოძრაობაა, იმიტომ რომ ისეთები ხდებოდა მათ დროსო მათ შორის ციხეებში. ნაციონალური მოძრაობის აქტიურობა ხარდაჭერებაც არ უნდა ელაპარაკონ ძალადობაზე, ასე როგორც კახკალაძე არის, ხო? კახკალაძე ის კაცია ნაციონალური მოძრაობის ის მმართველობის პერიოდში ყველაზე მძიმე ძალადობის მერე, აი ორ კვირაში რომ გვერდზე დაუდგა და ბიშა სააკაშვილზე ლამის ლექსებს ამბობდა და ეხლა რა ვიცი, სამარცხვინო არსება არის თავიდან ბოლომდე ერთი ქართულ ოცნებაში ყველაზე სამარცხვინო პოლიტიკური ფიგურა არის ამხანაგი კალაძე. როდესაც აი ასეთ სიგიჟებს ლაპარაკობს და აი ამ რაღაცა ყალბი ძალიან იაფფასიანი და გაცრეცილი თავდაჯერებულობით, რომელსაც ცდილობს რომ რამოდენიმე ათეული ათასიანი კოსტუმების ქვეშ დამალოს ხოლმე ეს რაღაცა უტყვი ტლუ თითქოს მცდელობა რომ საზოგადოება მოატყუოს რომ თავდაჯერებული არის და აი ეს
უთხრას ხალხს, რომ აი რა კაია რომ გასაჯაროდა, რა არ კაი რომ გასაჯაროდა. რა არ მისთვის კაი რომ გასაჯაროდა. ეს ხო აი უბრალოდ ჩვეულებრივი იაფფასიანი მასკარადია, რომელსაც დგავს. კაი კი არ არის აგერ რა. ალალი ქალი არის თეატრულუკიანი. ეს რაღაცა ეს power bank-ები რო გვაქვს, ეს არის რაღაცა ღვარძლის და ბოროტების power bank-ი, რომელიც პარლამენტში უდევთ. ამ ქალმა ღიად მაინც თქვა პირდაპირ კაცურად, ლაშკაცურად მაინც თქვა კალაძისგან განსხვავებით. კალაძე და ვაშკაცობა შორს არიან ერთმანეთთან ზოგადად პოლიტიკურ პროცესში. მაგრამ ქალბატონო წულკიანმა ვაშკაცურად მაინც თქვა კაცურად. დამალეთო, მომავალში რო წემთო დამალეთო. ემა შეხედე მთავარი პრობლემა აქ რა არის და ქალბატონო წულკიანი არ არის აქ უბრალოდ აი მართლა უბრალოდ რაღაცა ღვარძლიანი კომენტატორი, არამედ ის კარგად გამოხატავს ამ პრობლემის სისტემურობას. ყველაზე დიდი დანაშაულის განცდა ეხა იცი რატო აქვს იმ სისტემაში? ყველაზე დიდი დანაშაულის განცდა იმიტომ კი არა აქვს, რომ ვიღაცა გალახეს, ანუ საქართველოს მოქალაქე კანონის დამცველებმა იმის მაგივრად რომ მისი უფლებები დაეცვათ, იმის მაგივრად რომ მისი უსაფრთხოება დაეცვათ, უმოწყალოდ სცემეს. აქ ისინი პრობლემას იმაში კი არ ხედავენ, რომ უმოწყალოდ სცემეს. პრობლემას იმაში ხედავენ, რომ საჯაროდ როგორ სცემეს, ეს როგორ მოუვიდათ, საჯაროდ როგორ მოუვიდათ. ეს ხო ყოველდღიურობაა ქალბატონებმა, ამაში ხო უცნაური არაფერი არ არის. აი ხა, რატო არის ვიღაცები ამბობენ, რომ ნამდვილად არ არის. ვიღაცები ამბობენ ბოლო დღე ვისმენ, რომ საზოგადოება ასეთი, ხო, რატო არის საზოგადოება ასეთი რაღაცა გულგრილი ამ მოვლენის წინაშე. ერთ-ერთი ამ მგონია რომ გულგრილია. არ არის ნამდვილად გულგრილი არ არის. რატომ არის ეს ამბავი? ნანახად სანახავად საზღარის სანახავი ოღონდ რატო არის ჩვენი ყურისთვის ესეთი ბანალური მოსმენა რომ პოლიციამ ვიღაცას სცემა იმიტომ რომ ეს ხდება ყოველდღე ქალბატონებო ეს არის ყოველდღიურობა ეს შემაძრწმუნებელი ამბავია დღეს აღმოჩნდა ძალიან ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნის ბიჭები არიან ისინი აი ის მე TikTok-ზე რაღაცა შკოდების ფოტოებს რო დებენ და შკოდით მოვდივარ და იარაღებს რო ათამაშებენ 18-19 წლის ბიჭები არიან იქით ამხარეცაც ეს არის ძალიან მახინჯი სისტემა რომელიც მთლიანად ხრწნის ჩვენ საზოგადოებრივ ქსოვილს სადაც უბედურებაში ვცხოვრობ შეხედე რამოდენიმე თვის წინ იყო 2 თვის წინ იყო გაგახსენებ ატარა ბიჭის 16 წლის ბიჭის ამბავი ნახალოვკაში რომელსაც უბრალოდ ტელეფონი დარჩა ჩართული ასე გადაიღო და მოისმინა ის ხალხი როგორ ემუქრებოდნენ გაუპატიურებით მოკლით წამებით თვალების ამოთხრით ეს არის ყოველდღიურობა თბილისში კუბანი არ არის და გაუმართლა რომ დედა ყავდა მე მგონი იურისტი დედა ყავდა ძალიან ისეთი მებრძოლი ხალი რომელიც გავიცანი სხვა შორის და არაჩვეულებრივი მებრძოლი ხალი რომელმაც ეს ამბავი ესე არ დატოვა მაგრამ რამდენია რომელმაც ეს ამბავი ესე დატოვა გუში გავიხსენე მამიდის ამბავი შემაძრწუნებელი ამ ბიჭის რომელიც უცებ ფერი იცვალა და არაფერი საქმე არ აქვს და კიდევ ერთხელ რამდენი ასეთი მამიდა ვინც ვისი ძმისშვილებიც ციხეში ზიან ეხა იმიტომ რომ აი არავინ არ გადაიღო და ბიჭი წამალი თუ რაცა ჩაუდეს ამ ხალხს მერე და დაიჭირეს გააფორმეს გააფუჭეს გაიგეთ ეს არის ნორმა ამ ქვეყანაში პოლიციამ რომ გააფუჭოს კაცი ეს ნორმაა ამ ქვეყანაში ამას ვერ გავეცემთ ამას თვალთმაქცობა აღარ შეიძლება შეხედე რა ვიცი მე რაც მახსოვს ჩემთვის ის ამბავი ვისაც მოუყოლია მამა ჩემი იქნებოდა ეს ბაბუა ჩემი და სადამდეც მეხსიერება ოჯახებს გვწდება პოლიცია ამ ქვეყანაში კარგი არასდროს არ იყო კარგი არასდროს არ იყო რამოდენიმე წელი იყო როდესაც ვარდების რევოლუციის შემდეგ რეფორმა ჩატარდა და რაღაცა სახე აღიდგინა რომელიც მალევე დაკარგა მალევე სასტიკად დაკარგა ეხაც ვიძირებით აი ამ ჯოჯოხეთში სადაც პოლიციელი არ არის მოქალაქის დამცველი არამედ არის მოქალაქის მტერი და ბოდიში წულუკიანი ამიტომ ამბობ რომ გულწრფელი ადამიანია მან სხვა კონტექსტებით მაგრამ აბსოლუტური სიმართლე უთხრა ამ ხალხს რომ თქვენ მტრები გყავთო ოღონდ მტრები ესე ჩვენ კი არა ვართ მათ ისინი არიან მოქალაქეები ესე იქცევიან, ესეთი დამოკიდებულება აქვს. წულუკია შეიძლება ხშირად არ უნახავს, მაგრამ მე თვალები მინახავს იმ ბიჭების, რომელიც მეორე მხარეს დგანან, დასარბევად გამზადებული, რომელიც გეძებენ, როგორ მოკლან. იმიტომ რომ ამ ხალხს ვიღაცა ეუბნება. თავში უდევს რომ ჩვენ ვართ მტრები. ჩვენ არა ვართ მტრები. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინცაც გვინდა, რომ ეგენი აღარ იყვნენ ეგეთები. მადლობა